გამარჯობა, მე ვარ ნოდალ ლორდ-კიფანიძე, 22 წლის და ერთ-ერთ სკოლაში ვმუშაობ ჭადრაკის მასწავლებლად. დიახ, ჭადრაკის მასწავლებლად. პროფესიიდან გამომდინარე, დავაკვირდი და აღმოვაჩინე ადამიანების კატეგორია, რომლებსაც სულ რაღაცეებს პირდებიან, მაგრამ არასდროს არ უსრულებენ. აი თქვენც რო გაიხსენოთ, ესენი სკოლის მოსწავლეები არიან. აი თქვენც რო გაიხსენოთ, სკოლაში ალბათ ხშირად კვირდებოდათ მასწავლებელი, რომ თუ არ გაჩერდები წლის ბოლოს მე გავიცინებ. სრული აბსურდი რა მეგობრებო, იმიტომ რომ წლის ბოლოს კი არა გაცნებული მასწავლებელი პირველად ნახე სკოლის ბანკეტზე. თან კი არ მხიარულობდნენ რაღაც ეგეთი არა. უბრალოდ 78 წლის ფიზიკის მასწავლებელი ცეკვის დროს წაიქცა რა დანარჩენები დასცინოდნენ. მშობლების დაპირებებზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. აი მე მშობლები დამპირდნენ რომ თუ სკოლას დაამთავრებ და უნივერსიტეტს ჩააბარებო, ლეპტოპს გიყიდითო. სულ მალე უნივერსიტეტს დავამთავრებ და აი დედაჩემი საჩუქრით თუ იმჟელებთ, ხო? ასე ტემპით თუ გავაგრძელე დოქტორანტურას რო დავიცავ, კაი პენტიუმ 3-ს დავითრევ პენტიუმ 4-ის ნაწილებით. ყველაზე ცუდი იცით რა არის ამ ყველაფერში, რომ ეს გადაგდებული ბავშვები შემდეგ იზრდებიან, ან თვითონ ხდებიან, ან გადამგდები მშობლები, ან გადამგდები მასწავლებლები. და მეც ეხა ცხოვრებაში ორი ვარიანტი მქონდა, ან უნდა გამოსულიყავი გადამგდები მშობელი და კიდე კაი რეაქცია მაქვს, თუ. ან უნდა გამოსულიყავი გადამგდები მასწავლებელი და როგორც გითხარით, ამჟამად მუშაობ ერთ-ერთ სკოლაში ჭადრაკის მასწავლებლად. ცოტას ვისაუბრებ ჭადრაკზეც, აი მართლა გენიალური სპორტია და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ჭადრაკზე შემიყვანა მამამ. უცნაური მეთქი რატომ მოფიცეთ ხა ქართველი კაცი რო ხარ, ბიჭი ხო უნდა შეიყვანა ფეხბურთზე რა, რაგბზე, რაღაც ძიუდოზე, რომ დაარტყას, დააგდოს, მერე წავიდეს დალიოს და არ დათვრეს რა. და ჭადრაკზე უნდა შეგიყვანოს ბებომ ხა. აი წარმოიდგინეთ რომ ბავშვი ზის რა, არ დარბის, არ ოფლიანდება, არ ცივდება, სადღაც 11 წელი თამაშობდი ჭადრაკს, ჩემი აზრით საკმაოდ წარმატებულადაც, მაგრამ აი გულწრფელად მშურდა მთელი ცხოვრება ჩემი კლასელების. აი წარმოიდგინეთ მესამე კლასში ჩავდივართ ფიზკულტურის გაკვეთილზე, კლასი იყოფა ორ ნაწილად, აქეთ გოგოების ხედან და ბოლო ხმაზე ყვირიან რომ მიდი ლაშა დაარტყი, მიდი ბექა გოლ და ამ დროს კუთხეში ვზივარ და ფიზკულტურის მასწავლებლებს ვეთამაშები ჭადრაკს. მიხვდით ხო რა პოპულარული ვიყავი გოგოებში. არავინ არ მოდის და არ გეუბნება რომ მიდი ნოდო მხედარი გაწიე მეფესთან. მიდი ლაზიერი შეწირე, არა, არავის არ აინტერესებს. არავის არ აინტერესებს რომ აი არავის არ აინტერესებს რომ შენ 9 წლის ხარ და შენი მასწავლებელი 42-ის. არა და უკვე 6-ით 0-ს უგებ. თან მხედარზე ეცვაძლევ თამაშის დაწყებამდე. აი არავინ არ მოდის, არავის აი არც თქვენ არ გაინტერესებთ ხო ალბათ არ დაინტერესებთ. არა და რო იზრდები მე მოდიან და აუ ნოდო მათემატიკის დავალება გადამაწერინი, აუ ნოდო ისტორიაში რა გვაქვს, მოგინდა ხო აჰა ბებია შენი სამუკვი. რა ჭადრაკს თავი დავანებე, გადავწყვიტე პედაგოგიური კარიერის აწყობა, მივედი ერთ-ერთ სკოლაში გასაუბრებაზე, მივიტანე CV და კითხულობენ. აჰა, ესე იგი 22 გზის აჭარის ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონ პრიზიორი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, ეს კარგი, მაგრამ თანრიგი გააქვთ? აი რანაირი შეკითხვა იცით? რონალდო რო ჩამოვიდეს, კრისტიანო რონალდო ვარკეთილში მივიდეს რომელიმე სკოლაში გასაუბრებაზე, მიიტანოს CV და კითხულობენ. აჰა, ესე იგი ევროპის ჩემპიონატი, 3 ოქროს ბურთი, 4 ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ აჯიმანებს აკეთებთ? აი დაახლოებით ეგეთია. ბოლო-ბოლო მიმიღეს, მას შემდეგ რაც მინისტრმა დარეკა. პრემიერ ბრიტანეთის და მიმიღეს და პირველივე გაკვეთილზე მე-11 კლასთან მაგარი უცნაურობა შემემთხვა. აი წარმოიდგინეთ დაახლოებით 1.93 სიმაღლის, სტარო ესეთი დაკუნთული მოსწავლე მოდის ჩემთან და ბოხიხმით მეუნება მას, შეიძლება საჭირო ოთახში წავიდე? წადი ხო, ჭუმბურიც რა უნდა გააკეთო, მაგრამ ამ დროს გავაცნობიერე რა მდგომარეობაში ვიყავი და მაქსიმალურად სერიოზულობით. დღეიდან ჩემ კაბინეტში ასეთ შემთხვევა აღარ იქნება. დღეიდან მოსათავებელს მოითავებთ და ისე შემოხვალთ. დღეიდან მხოლოდ ჭადრაკით დაკავდებით, გასაგებია? აი უნდა გენახათ რა კატეგორიული ტონით გავიფიქრე ეს ყველაფერი. გულწრფელად რო გითხრათ, ეხლა სკოლაში ტოლები ვარ, თითქმის ყველანი 22 წლის ვარ. და პირველ თვეებში ყველაზე ხშირად დასმული კითხვა რაც მესმოდა, აი წარმოიდგინეთ, ბუფეტიდან მორბის აკოშინებული ბავშვი, ხელში ჩაკმეჩილი ლობიანი უჭირავს, შემოვარდება ჩემს ოთახში და მთელი სერიოზულობით მეკითხება: "მასწავლებელი არ მოსულა?" ამ დროს მე ვარ ეს მასწავლებელი. ისიც არის რომ პირველ კლასელები საერთოდ გიждდებიან ჩემ ასაკზე, აი ხშირად მეკითხებიან რომ მას რამდენი წლის ხარ? 22-ის. რა მაგარია, დედაჩემი 26-ისაა. ამ დროს ხვდებით ხო რა აზრები მოდის თავში. არა და მე რა შუაში ვარ, ამან დაიწყო რა.
არა დარჩი მაინც შე რაღაცა უნდა კითხო მე რომ ურჩევით. ნუ ისიც არის რომ მართლა გულწრფელად მეშინია უცებ რომელიმე მოსწავლემ შუტკა არ გამიხსნას რა. აი ხო ხვდებით მაგალითად ამას წინათ მოდის ერთად ჩემთან ერთი მოსწავლე და მე 4 კლასელი მეუნება რომ ისა მას ნოდარი დაგიძახოთ თუ მასწავლებელო. და ვიფიქრე ხა ძალიან კაცრი არ გამოჩნდა მეთქი და მეთქი რავი როგორ ჩენ გინდა რა. მაგრამ აი ბრატ და წავიდა რა. ნუ გულწრფელად გეტყვით იმასაც რომ ხა ჭადრაკით დაინტერესება სკოლაში არ ყვავის. ნუ ხვდებით ალბათ უფრო გასართობა შემოდიან. მაგრამ მოვიფიქრე უნივერსალური ფორმულა ვაწყობ დაფაზე ამოცანებს და ეუნები ბავშვებს რომ თუ კი ვინმე ამოხსნის პრიზად გადაეცემა სნიკერსი. სნიკერსი იმდენად მოთხოვნადი პროდუქტია სკოლაში რომ საერთოდ არ გამიკვირდება ერთ დღეს დირექტორმა სასწავლმოწმემა რომ ამომიხსნას ამოცანა. ნუ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ერთხელ მე-3 კლასელმა რატი ამომიხსნა ამოცანა. გადავეცი ლარი და 90 თეთრიანი სნიკერსი. და მე რომ დავფიქრდი ხო, იმდენად ცოტას მიხდიან საათში ამ სკოლაში ხელფას. ამ სნიკერში გადავიხადე მთელი ის გაკვეთილი და შემდეგ გაკვეთილი სიის ამოკითხო. ამიტომ მინდა გთხოვოთ აი მთავრობას თუ კი მისმენენ არ ვიცი რომ არც ლარის დევალვაცია არ მაღელვებს, არც სიგარეტის ფასის მომატება, არც ბენზინი, ხალხო სნიკერსი არ გამიძვიროთ, არ დამღვრით. სკოლის ერთ ძალიან კარგ თვისებასაც გეტყვით, ეს არის ხალხთან ურთიერთობა, რაც ძალიან მაღალ დონეზე ავიყვანე. აი მაგალითად ეხა ამას წინათ ქართველი ბიჭი ვარ და ჩხუბი მომივიდა ძმაკაცებთან ერთად. ჩვენ სამნი ვიყავით ისინი ორნი. ნუ მოკლედ აი მართლა გავიფინეთ, რასაც ქვია წიხლებით ვარ ჩემჯდარი და ამ დროს შორიდან ვიღაცას თარავი ესეთ დაკუნთული მაღალი ტიპი მორბის და მივხვდი რომ ჩემი ნაცნობი არ იყო, მაგით მოვარდა ჩემი ერთ ძმაკაცი დაითრია დაარტყა დააგდო რა. დაითრია მეორე ჩემი ძმაკაცი დაარტყა დააგდო დამითრია მე და მას ჭუმბურიძე და იმის მერე როცა უნდა მაშინ მიდის ტუალეტში, როცა უნდა მაშინ მოდის რა, აღარ მეკითხება საერთოდ. ნუ ამ ყველაფრის ფონზე გავაცნობიერე სკოლაში რაც ცუდი მასწავლე ყოფილვარ და თუ რომელიმე ჩემი მასწავლებელი მიყურებს, აი გულწრფელად მინდა რომ ბოდიში მოუხადო ყველაფრისთვის და ეხა უნდა გავიქცე 26 წლის გოგოს ალმა. პაემანი აბა, კარგად იყავით.